გადაცემას ყველას ვშვიდობიან და ბედნიერ დღეს გისურვებთ. მოგესალმებით ყველას, წარმატებულ ბედნიერ დღეს გისურვებთ და ვიდრე გაგაცნობთ დღევანდელი გადაცემის ანონსს, ერთად შევიტყოთ თუ რომელ წმინდანებს იხსენიებს დღეს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ავტოკეფალური ეკლესია, ნახოთ საეკლესიო კალენდარი. წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია მოიხსენიებს ღირს მიქაელ ულუმბოელს, წმინდა მოწამეებს ლეონტის, იპატის, პოპლიოსს და დომეტიანეს. დღევანდელი დღის მფარველი წმინდანების ლოცვით და მეოხებით უფალმა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო. ამინ. ყველაზე ილოცავთ დღევანდელი წმინდანების ხსენების დღეს და რაც შეეხება გადაცემის ანონსს. ჩვენი გადაცემის პირველი სტუმარი იქნება დიდი ღომში მდებარე წმინდა 100.000 მოწამის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ლუკა სუპატაშვილი. მოძღვართან ერთად ვისაუბრებთ უწმინდესის ერთ-ერთი შეგონების შესახებ, რომელიც ბავშვის აღზრდის საკითხს ეხება. ახლოვდება რეგისტრაციისა და შიდა გამოცდების პერიოდი თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში და დღეს ჩვენ ვისაუბრებთ აკადემიის შესახებ. მოგეხსენებათ, აკადემია გახლავთ თეოლოგიის მიმართულების მაგისტრატურა თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში და სწორედ ამ ფაკულტეტის მნიშვნელობის შესახებ ვისაუბრებთ. ჩვენი სტუდიის სტუმრები იქნებიან თბილისის სასულიერო აკადემიის დეკანი, დეკანოზი იოანე კვანჭიანი, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პრორექტორი, სამეცნიერო დარგში თეოლოგიის დოქტორი რატის ტურუა და თბილისის სასულიერო აკადემიის კურსდამთავრებული ამირან ხვედელიძე. გადაცემის დასკვნით ნაწილში ვისაუბრებთ ლეგენდარული კომპოზიტორისა და დირიჟორის ჯანსუღ კახიძის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი რეგიონული კონცერტების შესახებ. პროექტის ფარგლებში რამდენიმე საღამო უკვე ჩატარდა და ასევე დაგეგმილია კონცერტები. პროექტის ორგანიზატორია კვარტეტი რანინა, თემაზე სასაუბროთ. დასკვნით ნაწილში გადაცემის შემოგვერდებიან სოსო კოპალეიშვილი, კვარტეტ რანინას წევრი და მომღერალი ნეკა სებისკვერაძე, რომელიც სპეციალური მოწვევით მონაწილეობს პროექტში. ასეთი იქნება ჩვენი დღევანდელი გადაცემა და ახლა ამინდის პროგნოზის დრო არის. შევიტყვეთ, როგორი ამინდი გველოდება. ზაფხულის მეორე თვე დაიწყო 1 ივლისს. შუა ზაფხული გვაქვს და დღეს სრულიად საქართველოში და ასევე ჩვენს დედაქალაქში. ნახოთ ამინდის პროგნოზს. დაუბრუნდით ეთერში მოძღვართან ერთად შემოგვერთა დიდი ღომში მდებარე წმინდა 100.000 მოწამის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ლუკა სუპატაშვილი. დილომშვიდობისა მამა ლუკა. დაგლოცეთ. მადლობა რომ გასტუმრეთ. დიდი მადლობა ჩვენთან გადაცემაში მოგბრძანებისთვის.
საინტერესო მნიშვნელოვან საკითხზე უნდა ვისაუბროთ, უწმინდესის ერთ-ერთი შეგონება, რომელიც ეხება ბავშვების სწორად აღზრდის საკითხს. თქვენი ნებართვით წავიკითხავ უწმინდესის სიტყვებს და შემდეგ გადავიდეთ უშუალოდ საუბარს. პატარები უნდა მივაჩვიოთ შერიგებას, წყენის დავიწყებას, მეგობრისადმი და საერთოდ ადამიანისადმი ერთგულებას, მადლიერებას, სხვის დახმარებას, სწორედ იმის გაღებას, რაც თვითონ ყველაზე მეტად უყვარს და სხვისი სიხარულით გახარებას. უნდა მივაჩვიოთ სამართლიანობას, ამტანობას, ტკივილის გაძლებას, რთულ სიტუაციაში გამოსავლის პოვნას, რა თქმა უნდა შრომასა და წიგნის კითხვას, ანუ მოვამზადოთ ცხოვრებისათვის. ილია მეორე სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი. მგონი პრინციპში ყველაფერი ნათქვამია, თუმცა შევეცადოთ ჩვენც რომ პატრიარქის ამ შეგონებას შევეხმიანოთ. მოვამზადოთ ცხოვრებისთვის, აი ასე სრულდება ეს შეგონება. როგორ უნდა მოემზადოს ზოგადად ადამიანი ცხოვრებისთვის, ალბათ სწორედ ბავშვობის ასაკიდან იწყება ეს ცხოვრებისთვის მზადება. როგორი უნდა იყოს მშობლის დამოკიდებულება და როგორია როლი სინამდვილეში მშობლის ბავშვის აღზრდის საკითხში. ხო, როგორც ერთი წმინდანი ამბობს, მშობელი არა მარტო შვილის ფიზიკურ აღზრდაზე უნდა ზრუნავდეს, არამედ მის სულიერ აღზრდაზეც. მისი არა მარტო ფიზიკური მშობელი უნდა იყოს, არამედ სულიერი მშობელი. მშობელი ნიშნავს, რომ შენ შობ ახალ სიცოცხლეს. ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია ეს მშობლობა, იმიტომ რომ აი ადამიანი არ არსებობდა და უცებ არსებობს. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით ერთ წლამდე პერიოდი, თურმე ფსიქოლოგები როგორც იკვლევენ, თუ ერთ წლამდე ესე იგი დედასთან არ არის შეხებაში ბავშვი, მერე ის აღარ ენდობა სამყაროს. გაუცხოვებულია, გვერდზე დგას. ნდობა არა აქვს შენი, რო შეგხვდება და რაღაცა ეს ფსიქოლოგიური პრობლემა მერე მთელი ცხოვრება მიყვება და შეიძლება აი დაღდასმულივით იყოს. აი 3 წლამდე ფსიქოლოგიურად ყალიბდება, საერთოდ 7 წლამდე ყალიბდება ადამიანი, როგორც ამბობენ, აი როგორც შეკუმშული ზამბარა, ასეა და მე ცხოვრებაში იშლება ეს ზამბარა და მე ავლენს იმ 20 წლისას, იმთვისებებს 30 წლისა და 40 წლისას მე თუ კარგად წავიდა ყველაფერი სრულყოფილებას აღწევს. ეს აუცილებლად იმ პატარა ასაკში ნასწავლიდან გამომდინარე. პატარა ასაკში ნასწავლი არა, და რა დამოკიდებულებას ავლენენ მის მიმართ. თუ ყურადღებიანი ხარ, თუ სიყვარულს აძლევ, ადამიანს რა ჭირდება? ჩვენ რა გვჭირდება? სიყვარული, სიხარული, სიკეთე და პატიოსანი გარემო. თუ ამ გარემოში ვართ, ჩვენ მშვიდად ვართ. თუ ჩვენ გრძნობთ, რომ ვიღაცა ჩვენს ირგვლივ უსინდისოა, თუ გრძნობთ, რომ დაძაბული ვართ, თუ გრძნობთ, რომ ჩვენ ვიღაცას უძულ ვართ, აი ირგვლივ, ვიღაცას არაფრად არ მივაჩნივართ, ჩვენ უკვე ვიძაბებით და წარმოიდგინეთ მე ეს გარემო, ეს დაძაბულობა მთელ სამყაროშია ფაქტიურად და როგორც ერთი წმინდანი ამბობს, ეს ქვეყანაო 64 არ არისო. უფრო ჯოჯოხეთს გავსო ვიდრე 64-ს. იმიტომ რომ არ არის სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სიკეთე, მყუდროება, მარხვა, ანუ თავშეკავება და აი რაღაცნაირად მე იძაბება ყველაფერი და ქვეყანა, სადაც დედამიწა, სადაც ადამიანი ბედნიერი უნდა იყოს. თითქოს არ არის ბედნიერი. აი ვიღაცას კლავენ, ვიღაცას და თუ ვინმე არის ბოროტმოქმედი, აი მის ცხოვრებებს რო იკვლევენ, აუცილებლად რთული ბავშვობიდან მოდის ის, როდესაც მას ცხოვრება არ ასწავლეს. როდესაც მან არ გამოხატა ეს სიყვარული არ გამოხატა. როდესაც მან ვერ ნახა კეთილი მაგალითი, იმიტომ რომ ჩვენ რო ვიბადებით, ჩვენ ხო გვახსოვს ყველას ჩვენი ბავშვობიდან დედა ჩემი ყველაზე ლამაზია, მამა ჩემი ყველაზე ძლიერია, მათი საუბარი ყველაზე მნიშვნელოვანია, მათი პოზიციები ყველაზე ყურადსაღებია და ბავშვი უყურებს ფაქტიურად მშობლის თვალით სამყაროს. ეს ხდება 10-11 წლამდე. აი მე იწყება, ასე ვთქვათ, გარდატეხის პერიოდი, მაგრამ მე იწყებს ბავშვი დამოუკიდებელ აზროვნებას. მაგრამ აქამდე უნდა მიიყვანოს მშობელმა. უნდა მიიყვანოს იმით, რომ ბავშვი კეთილი თვალით უყურებდეს ყველაფერს. თუ თქვათ, მშობელი, მექანიკური ტერმინი რო ვიხარო, თუ მშობელი გაფუჭებულია, შვილიც გაფუჭებული ხდება, ფუჭდება ის. თუ უსინდისობა მშობლისთვის მისაღებია, შვილისთვისაც არაა პრობლემა, მე უსინდისობა. თუ მშობელი ღირსეულია, შვილი ავტომატურად ღირსეულია, იმიტომ რომ ამ ღირებულებებს იყალიბებს სიტყვის უთქმელად.
იმიტომ რომ ბავშვი უფრო იმას აკვირდება, ჩვენ ზოგადად ადამიანი და ბავშვი, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით, იმიტომ რომ ის ღრუბელივითაა, ყველაფერს ისრუდავს. ჩვენ ზოგადად ვაკვირდებით არა სიტყვებს, არამედ საქმეს. არა იმას, როგორ ლაპარაკობს ადამიანი. მან შეიძლება რაღაცა ტექსტი დაიზეპიროს, რაღაცა ხელოვნურად გაიღიმოს, დახვეწილად ხელოვნურად მოიქცეს. ანუ უგულოდ ქართველები რო ვიტყვის. მაგრამ სინამდვილეში შიგნით კონდეს რაღაცა უკეთურება. მე როდესაც ვიზრდებოდი, ასე ვთქვათ, 80-იან წლებში, უბრალოდ ბავშვობიდან რო გამოვდიოდი ყრმობაში, რო ვიყავ, აი მაშინ მოღვაწეობდა მერაბ მამარდაშვილი, დიდებული ქართველი ფილოსოფოსი, რომელიც აი ყველაზე დიდ პრობლემას ასახელებდა. იმიტომ რომ მაშინ მსჯელობდა ჩვენი ერი, რომ ჩვენ რომ პოლიტიკური თავისუფლება არ აქვს, ესაა ყველაზე დიდი პრობლემა ერშიო. და ეს ადამიანი საოცარ ხედავდა მოვლენებს და წინ საოცარს ამბობდა. ყველაზე მთავარი პრობლემა ის არის, რომ ჩვენში ეხლაო ახალგაზრდა რო იზრდებაო და მე ვიყავი ეს ახალგაზრდა, მაშინ რო ვიზრდებოდი, თავის ირგვლივ ხედავსო ვერტიკალურად მდგომ გვამებსო და ვერ ხედავს პატიოსან ადამიანებსო. და მთავარი პრობლემა ეს არის, რომ ჩვენ უნდა ვიყოთო პატიოსნებიო. და მეორეც ამბობს, რომ სამშობლო ჭეშმარიტებაზე მაღლა არ დგასო და საქართველოს არ შეიძლება ღმერთზე მაღლა დააყენო. საქართველოს თავისი ადგილი უნდა გქონდეს. ყველაფერს თავისი ადგილი უნდა გქონდეს, მაგრამ პირველი ღმერთი, რომელიც თუ ღმერთს პირველ ადგილზე აყენებ, ნიშნავს, რომ შენ პატიოსანი იქნები. თუ ღმერთს სამშობლოს, ღმერთის ადგილას სამშობლოს აყენებ, მაშინ შეიძლება რაღაცა მომენტში, როცა აღფრთოვანებული ხარ, იყო პატრიოტი, მაგრამ როდესაც ჩამქრალი ხარ, ვერ გააკეთო ის რაც საჭიროა და რაღაცა აი შენი თავიც კი, შენ თავზეც კი გული დაგწყდეს რაღაცა მომენტში. მაგრამ აი ერთადერთი ადამიანში რაც ყველაზე მთავარია, ანთებული უნდა იყოს ცეცხლი, რომელსაც ვერაფერი ვერ აკრობს. და ამას ქვია სწორედ ეს პატიოსნება და აი მერაბ მამარდაშვილი გულისხმობდა იგივეს, რასაც იოანე მახარებელი გულისხმობს, რასაც ელია წინასწარმეტყველი გულისხმობს, რასაც უფალი გულისხმობს, როდესაც ისინი ამბობდნენ, რომ ჩვენში მთავარი ეს არის მოვიპოვოთ პატიოსნება. აი ბავშვს უნდა შეუწყოთ ამაში ხელი, რომ ის არ მიეჩვიოს ბოროტებას. იმიტომ რომ არის შემთხვევები და ვიცი, როდესაც მშობლები თვითონ წინ უძღვიან ბავშვებს, რომ ცოდვები ჩაიდინონ. უბრალოდ ცოდვები არა, მძიმე ცოდვები. და აი ეს არის ფსალმონის ამ სიტყვების გამოიხატება ეს ფსალმონის ამ სიტყვებით, რომ მშობლებმა დაუკლეს შვილნი თვისნი ეშმაკთა. იმიტომ რომ ეშმაკის მსახურებაში, როდესაც არის მშობელი, თავის შვილს უკლავს მათ, მსხვერპლად სწირავს და ძალიან დიდი უბედურება ხდება მე ადამიანის ცხოვრებაში და კარგი არაფერი არ არის მოსალოდნელი. ამიტომ აი როგორც ამბობს ერთი ფილოსოფოსი, ჩვენ ყველა ბავშვობიდან მოვდივართ. აი იმ დროს რასაც მივეჩვევით, როგორც დავინახავთ, რასაც გადავწყვიტავთ, რასაც შევხედავთ, მერე ის არის მთელი ცხოვრება და იმ დროს მიღებული შთაბეჭდილებები მთელი ცხოვრება მიყვება, მთელი ცხოვრება. და თუ რამე ცუდს მივეჩვიეთ, ძალიან ძნელია მასზე გადაჩვევა, ძალიან ძნელი. პირდაპირ ომი უნდა გამოუცხადო შენს ცუდ თვისებებს. ომი რომ მოიშორო ეს ცუდი თვისებები და რა თქმა უნდა აი ამ სიკეთეს უნდა მიაღწიოს ადამიანმა და მშობელმა უნდა მიაღწევინოს ამას. მშობელმა უნდა აკონტროლოს, რომ შვილში არანაირი ვნება არ განვითარდეს, არანაირი დამოკიდებულება არ განვითარდეს, რომ ის იყოს პატიოსანი, წმინდა და ღირსეული. აი ხშირად ისეც ხდება ხოლმე, რომ ჩვენი შვილები გვამხელენ და რაღაცა ვთქვათ არასწორ საქციელზე მიგვითითებენ, თითქოს ანგელოზი მათი პირით გვამხელს და რაღაცნაირად შეგვაგონებს. აი როგორ აღუზარდოთ პატიოსანი პიროვნება, ხო, ამაზე ვსაუბრობთ. უწმინდესი თავის ამ ამონარიდში ბრძანებს, რომ უნდა მივაჩვიოთ რომ იყოს ამტანი, იყოს მომთმენი, ვთქვათ, თავისი საუკეთესო გაიღოს და შეძლოს სხვისთვის გაცმიცემა. ძალიან რთულია, ხო? ჩვენ თანამედროვე ფსიქოლოგია რაღაცნაირად თითქოს სხვას გვასწავლის, რომ სტრესს მოვარიდოთ ბავშვი, რაღაცა ნაკლები სტრესი იყოს, დაბრკოლებების გადალახვას არ ვაჩვევთ თითქოს. აი ბალანსი
აი ამ ორს შორის რომ ერთი მხრივ ჩვენ გვინდა რომ ჩვენი შვილი კარგად იყოს და სტრესების გარეშე ნაკლები სტრესით იცხოვროს და მეორე ის რომ ვთქვათ მივაჩვიოთ იმას რომ სხვისთვის იცხოვროს და სხვას თვითონ თავის თავს მოაკლოს და სხვას გაუკეთოს და შეძლოს ამის გაკეთება ბავშვობიდან. აი ჩვენ 7 შვილი გვყავს ოჯახში და გაგვიმართლა რომ ყავდა ბავშვობაში ესეთი საოცარი პედიატრი ქალბატონი სალომე მიქაძე პროფესორი, დიდებული ადამიანი. და აი ერთ მომენტს მოვიტან აქედან ჩვენ ბავშვებს აწუხებდა კბილები, რაღაც აი კბილი როდესაც იჭრის და გამოდის, ამოზდის კბილები, ძალიან დიდი ტკივილები აქვს ბავშვს. შეიძლება ღამე ვერ იძინოს, შეიძლება უცებ გაიღვიძოს და შეიძლება დიდხანს ინერვიულოს და როდესაც უთხარით იმ და არსებობს ამ ტკივილის ესე იგი განმაქარვებელი რაღაცა წამლები, რაღაცა გელი თუ რაღაცა რა ქვია, აზები წაისმევს და დამშვიდდება ბავშვი. როდესაც გაუყუჩებს ტკივილს და აი როდესაც ჩვენ ქალბატონ სალომეს უთხარით, რომ ეს ხო არ გავაკეთოთ და მან ესეთ არაო, რას ამბობთო? ეს შემთხვევითი ტკივილი კი არ არისო. ღმერთი უბრალოდო მას აწორთობსო და ის უნდა მიეჩვიოსო დაბრკოლებების გადალახვასო, ტკივილის მოთმენასო. და ჩვენც მართლაც ვიცით, თუ რამე წარმატება გინდა, აუცილებლად რაღაცა აი აღმართის მერე ხდება რაღაცა გავაკება და რაღაცის მიღწევა. ყოველ შემთხვევაში მწვერვალის დაპყრობა ადვილი არ არის. უნდა აჯობოს შენს თავს, შენს ტკივილებს, შენს სურვილებს, შენს და აი წარმოიდგინეთ ამ დიდებულმა და გონიერმა ადამიანმა ისე დამაფიქრა ამ დროს, რომ მე მართლაც ღმერთმა ხო დაუშვა, რომ მას ტკივაო და შენ ეს ტკივილი კი არ უნდა მოაშორო. უბრალოდ მოეფერეო ამ დროსო, მოეფერეო. და მართლაც ჩვენ არც ერთი შვილისთვის არ მიგვიცია ვთქვათ ეს ან მე კიდე სხვა მომენტში ბავშვი იზრდება და უბრალოდ ღმერთს უნდა შეუწყოთ ხელი. მაგრამ თუ რამე უნდა ვასწავლოთ ბავშვს, სიტყვით არ ისწავლება. უпростоრეთ შენც ასე ხარ ადამიანი, თუ ვინმე ლაპარაკობს უგულოდ, უგუნურად, თუ ვინმე გასწავლის ისეთ რამეს, რომელსაც თვითონ არ აკეთებს, შენ არათუ არ მოისმენ, უფრო გაღიზიანდები ხოლმე. იმიტომ რომ ფიქრობ, რომ ზაკვარი ადამიანია ის, ვინც შენ ამას გასწავლის. მაგრამ თუ ადამიანი და აი მერაბ მამარდაშვილი ზუსტად ამას ამბობდა, ბავშვიო ხედავსო თავის ირგვლივო მოზარდი ახალგაზრდაო, ვერტიკალურად მდგომ გვამებსო, რომელთაცო სინდისი არ აქვთო, სინდისი. და ესაა მთავარი პრობლემაო. და ადამიანი, ბავშვი, როდესაც მშობლის სახით ხედავს ანთებულ, ცეცხლოვან ადამიანს, რომელიც არის პატიოსანი, ადამიანი, რომელიც არის წესიერი, ადამიანი, რომელსაც აქვს იდეა, ადამიანს, რომელსაც აქვს მიზანი, მიზანმიმართულია, ის ავტომატურად მშობელს ბაძავს, მშობელს. და ჩვენ გვინახია, რომ პატარა ბავშვები 2-3 წლის ასაკში ისე ბაძავენ მშობლებს სიკეთეშიც და უკეთურებაშიც. ბაძავს თავის მშობელს. და აი ამ დროს შენ უნდა იყო პირადი მაგალითი. და შვილს ვერაფრით ვერ ასწავლე პატიოსნებას, თუ შენ არ ხარ პატიოსანი. რას ნიშნავს პატიოსნება თვითონ? ბავშვმა როგორ გაიგოს, რომ აი შენ რო სხვას დაეხმარები პატიოსანი ხარ? არა ხარ ამ დროს პატიოსანი. შენ შეიძლება სხვას დაეხმარო რაღაც ანგარების გამო, ან რაღაცის მიღწევის გამო, მოდი მე ამას გაკეთებ, შენის გამიკეთებ და ასე სარგებლის მიღების გამო. მაგრამ თვითონ სიტყვა პატიოსანი, მე როგორც მაქვს ჩემში მიგნებული, ქართველთა ეს საოცარი სიტყვაა და ნიშნავს პატივი და ოსანა. პატივი, ოსანა ნიშნავს დიდება ღმერთს. და ესე იგი პატივი და დიდება ღმერთს, პატიოსანი ცხოვრება სწორედ ეს არის. როდესაც შენთვის მთავარი მიზანი, მთავარი საკეთებელი ეს არის დიდება ღვთისა. აი თუ ასეთი გაუმართლა ბავშვს და ასეთი გულანთებული მშობელი ყავს, ეს ბავშვი გაიზრდება აუცილებლად ცეცხლოვანი თვითონაც. იმიტომ რომ მშობელი ყოველთვის ასწავლის რა არ უნდა გააკეთოს, რომ ეს ცეცხლი ჩაუქრეს. და ამის მერე შეიძლება მას ვასწავლოთ რა უნდა გააკეთოს. მაგრამ ბავშვი პირდაპირ რაღაცა სიკეთის მკეთებელი ვერ ხდება. უფალი ასე გვასწავლის ჩვენ ცნებებს რო გვაძლევს. არა კაცკლა, არა იპარო, არა იმრუშო, არა ცილის წამო. ესე იგი, ამ ქვეყანაზე ასე რომ ვთქვათ, დავასვენოთ, ყველაზე მთავარი საკეთებელი
ღვთის კურთხევით ეს არის რომ რაღაცა არ უნდა გააკეთო და რა არ უნდა გააკეთო ესაა მთავარი ჩვენ ახლა როგორც მოძღვარი მე ვეხები ხოლმე ამ სიტუაციებს მძიმე სიტუაციებს რომ აი მშობელი განიცდის როდესაც ბავშვი ვთქვათ არაკეთებს ამას ან იმას აი ჩამოთვლილ პატრიარქის ჩამოთვლილ თვისებებს არაკეთებს რატომ იმიტომ რომ მას ხელს უშლის ცუდი თვისებები და მშობელი მას არ უშლის რაღაცა ესე იგი ცუდს რომელსაც ის მიეჩვია ბავშვობიდან ნუ მაგალითად ყველაზე ცუდი რაც არის ახლა სოფლიოში გავრცელებული და მიღებული აქვს მთელ კაცობრიობას ქრისტიანებსაც კი და ეს არის სიამოვნების მოყვარეობა ადამიანი ცდილობს სიამოვნება განიცადოს ყველაფრით აი ყველაფრით ღამე რო დაიძინებს, დილას რო გაიღვიძებს, წყალს რო დალევს, საჭმელს რო შეჭამს, საქეიფოთ რო წავა, უქეიფოთ როა, მაშინაც როგორ უნდა ისიამო. საკუთარ არაფერზე უარი არ არაფერს უარს არ ამბობს და ეს ძალიან მძიმე ეს არის ამპარტავნება. დაანთებული ჯოჯოხეთური ცეცხლი ადამიანში. და თუ ეს არ ჩააქრო ადამიანმა სიამოვნების მოყვარეობა. აი მაგალითად სიამოვნების განცდა რომ თავარი ყოფილიყო 100,000 მოწამისთვის გნებავთ წმინდა გიორგისთვის, ქეთევან დედოფლისთვის, დავით აღმაშენებელისთვისაც გნებავთ წმინდა ადამიანებისთვის, ისინი არ იქნებოდნენ წმინდანები. და ჩვენ შეიძლება არ ვიყოთ წმინდანები, თუ ჩვენთვის თავარი იქნება სიამოვნება. და წარმოიდგინეთ, როგორ არის, აი დავაკვირდეთ, როგორ არის შემოპარული ჩვენს კაცობრიობის ყოფით ცხოვრებაში სიამოვნების მოყვარეობა. ეს არის მთავარი ცოდვა, მთავარი და ბავშვმა შეიძლება ეს ავტომატურად მიიღოს. შეიძლება არა, ის ავტომატურად მიიღებს ამას. მას გენეტიკური ისიც ხომ მოყვება პრობლემები, წინაპრისგან მიჩვეული ცოდვები, მაგრამ წინაპრისგან მიჩვეული ღირსებებიც აქვს მას. მაგრამ მშობელმა უნდა ყოფით ცხოვრებაში ბავშვს, რომელსაც აქვს როგორც კარგი, ისე ცუდი თვისებები, აი აქ უნდა იღვაწოს მშობელმა. და ბავშვი უნდა ქართველებს გვაქვს ესეთი სიტყვები, ბავშვი უნდა დახვეწოს. გამოაწორთოს, ჩამოაყალიბოს. აი ჩამოყალიბებული ადამიანი ეს არის ყველაზე მაღალი ცენზის ადამიანი ჩვენი გაგებით, ქართველთა გაგებით. და ჩამოყალიბება ნიშნავს ყალიბს. ესე იგი ყალიბი რა არის, როგორია, მაგალითად თიხას იღებენ ყრიან ტენიან ყალიბში, მერე გამოწვავენ ცეცხლში და მერე მოაშორებენ ამ ყალიბს. და ესე იგი თიხა უფორმო თიხა რჩება ფორმის მქონე და ის იქნება ყოველთვის ფორმის მქონე მთავარი ის არ გატეხონ და გნებავთ ეს გამდნარ ლითონსაც ასხამენ ყალიბში რომელიც მე იქნება და იქნება იმ ფორმის და აი ადამიანიც ასეთი უნდა იყოს მშობელმა უნდა ჩამოაყალიბოს შვილი მშობელმა და ღმერთისგან მშობელია დადგენილი შვილის საპატრონოდ და მშობელმა უნდა უპატრონოს შვილს. ხშირ შემთხვევაში აი თანამედროვეობაში გონია რომ ჩვენ ერს რომ შვილი უნდა აღგიზარდოს სკოლამ, შვილი უნდა აღგიზარდოს ეკლესიამ, აი რომ მიიყვან ეკლესიაში, აი მიიყვანე და მე იქ რო ეზიარება ღმერთს, ყველაფერი კარგად იქნება. არაფერი კარგად არ იქნება. რა თვისებებიც აქვს ადამიანს, იმ თვისებების იქნება. აი კუნძულ კრეტის ძველი კულტურა ძალიან საინტერესოა, რომელიც განადგურდა გარკვეულ დროს. მათ არ ყავდათ საომარი ძალები, ისინი არავისთან არ ომობდნენ, საოცრად კულტურულნი იყვნენ. და სავარაუდოდ ჩვენი მოდგმის იყვნენ იბერიული წარმოშობის. და იქ მათ ასეთი რამე ჰქონდათ, გინება არ ჰქონდათ ენაში. ჩვენც არ ქონია ქართველებს გინება. სვანებს დღემდე არ აქვთ თორმე და რო ბრაზდებით როგორ იგინებით მეთქე ქართულად ვიგინებით ანუ სვანურ ენაზე არ იგინებიან და ჩვენ ქართველები არ ვიგინებოდით არ შეიძლება შენ წაბილწო შენი ბაგენი აი ამის თქმით და აი კუნძულ კრეტაზე თურმე როდესაც ვინმეს ცუდს უსურვებდნენ ტერს მაგრამ უსურვებდნენ ცუდ თვისებებს და იმიტომ რომ ფიქრობდნენ რომ თურმე თუ ცუდი თვისებები აქნებავ ადამიანსო მას მტერი არ ჭირდება ის თავის თავს თვითონ მოუღებსო ბოლოს აი ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენს შვილებს ცუდი თვისებები არ ქონდეს ნუ
ჩვენ რო არ უნდა გქონდეს თავისთავად, მაგრამ ვალდებულება გვაქვს, რომ ჩვენ შვილებსაც არ გქონდეთ ცუდი თვისებები. პირდაპირ ვალდებულება, აი თუ ამ ვალდებულებას არ შეასრულებს, ის ღმერთის ერთგული არ იქნება ასეთი მშობელი და მას მოეკითხება შვილისგან ჩადენილი ცოდვების გამო. რომ მაშინ გამზრდელშია ხომ მე მგონი რომ სასიკვდილო მე ვარ მხოლოდ კარგად ვერ გამოსწრებით რომ კარგად ვერ ანუ ჩვენი პასუხისმგებლობაა მშობლების და ღვთისწინაშე ვართ პასუხისმგებელი ჩვენი შვილების გამო და მათი აღზრდის და არა იმით ტკბობა რომ მე მაგალითად მყავს ლამაზი შვილი ნიჭიერი შვილი წარმატებული შვილი გააჩნია რა არის წარმატებას რას ვეძახი გააჩნია რას ვეძახი ნიჭს გააჩნია რას ვეძახი სილამაზეს თუ ადამიანს შინაგანი სილამაზე არ აქვს, სხვა შორის ქართველები ვიყავით შინაგანი სილამაზის დამფასებლები და არა გარეგნული სილამაზის. გარეგნული სილამაზე ადამიანს ავტომატურად აქვს, იმიტომ რომ ის არის ღვთის შვილი და ღვთის ქმნილება. და ეხლა ვაზს თუ აქვს სილამაზე და ყვავილს ადამიანს თავის და თავად, მაგრამ თუ ადამიანს შინაგანი სილამაზე არ აქვს, ის ვერ აფრქვევს კეთილსურნელებას, პირიქით, ის აფრქვევს სიმყრალეს. და აი სხვა შორის ერთ-ერთ წინასწარმეტყველს მე მგონი ზირაკ წინასწარმეტყველს აქვს ასეთ ნაწინასწარმეტყველს ბოლო ჟამსო ქუჩებიო გვამებითა და სიმყრალით აივსებაო და არავინ იქნებაო მათი დამომარხველიო და სავარაუდოდ ამას გულისხმობს რომ ადამიანები კეთილსურნელებას კი არა სიმყრალეს აღმოაცენებენ და აი ეს შეუძლებელია მშობელს გამოეპაროს თავის ბავშვში ესე იგი ბავშვს როდესაც აღზრდა მიმდინარეობს ის ავლენს სხვადასხვა უგუნურ თვისებებს შეიძლება უყურადღებობას შეიძლება სიჩერჩეტეს მაგრამ თუ გამოავლინაო ივანე კროპირი ბრძანებს მზაკრობა ან ბოროტებაო შენ ეს საგანგაშო მდგომარეობაა და შენ უნდა ამოაძრო მას ეს ცუდი თვისებები და სხვათა შორის მე მიმაჩნია რომ ეშმაკის ქადაგება არის, როდესაც დღეს ისწავლებიან შეეშვი ბავშვს, გაიზრდება და თვითონ გააკეთებს ამას. თქვენ ბრძანდებით მრავალშვილიანი მამა ლუკა და აი თქვენი გამოცდილება ძალიან საინტერესო იქნება, რომ აი მაგალითად არ არსებობს ხო ბავშვი ისე არ იზრდება, რომ რაღაც შენიშვნა არ დაიმსახუროს და არ გახდეს მისი დასჯა, ეხლა შეიძლება ესეთი ცოტა ისეთი სიტყვა. არა, დასჯა არის, როდესაც შენ ცივად მიმართავ მას, როდესაც გული გაგიცივდება მასზე და გაბრაზდები მე ჩვენ შვილებზე გამომიცდია ეს არის მათთვის სტრესი ეს ძალიან დიდი სტრესია იმიტომ რომ მისთვის ყველაზე საყვარელი ადამიანი გული ატკინა მან გული ატკინა და ეს ძალიან განიცდის ის მე დასჯაში არ გულისხმობ ცემატ ყეპას და არც ჩვენ გვიგულისხმია საკიდარზე ჩამოკიდებას და რაღაცას რომ შენი უპირატესობა ფიზიკური გამოუვლინო მას მე გაიზრდება ის შენზე მაგარი იქნება შენ რომ მოხუძები მე ის შეიძლება იმას შენზე გამოიყენოს ის თავის უპირატესობას. დიახ. აი უწმინდესი ბრძანებს ისეთ ძალიან საინტერესო სიტყვებს რომ ვასწავლოთ ჩვენ შვილებს სხვისი სიხარულით გახარება. აი შური ებრძვის ხო ადამიანს ზოგადად რაც ხელს უშლის იმაში რომ სხვისი ლხინი გაიზიაროს და სიხარულით გაიხაროს და რამდენად ლაღი და ბედნიერი ადამიანი ვისაც ეს შეუძლია რომ უხაროდეს სხვისი სიხარული. აი როგორ ვასწავლოთ ეს ჩვენ შვილებს? სხვისით გახარებას ვერაფრით ვერ ასწავლი ბავშვს. ჯერ უნდა ასწავლო თავისი თავით გახარება. და რას ნიშნავს? აი ნაყოფი სულისა ამბობს პავლე მოციქული არის სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელება, მარხვა, მყუდრო. სულიერი ცხოვრება იწვევს ჩვენში აი ამის აღორძინებას. რომ ჩვენში, ესე იგი, მაგალითად თუ ბოროტებას არ გავაკეთებ, არა კაცკლა, არა იმბრუშა, არა ისე, ესე იგი, თუ მცნებებს დავიცავ, ჩემში დაიწყებს აღორძინებას, სიყვარული, სიხარული, მშვიდობა. ესე იგი, სიხარული აღორძინდება ავტომატურად. ძალიან საინტერესოა, რომ სიხარული ახსენეთ და სიხარულის წარმოშობა თვითონ ქართულ ენაში სიხარულის სიტყვა წარმოშობილია ბერძნული სიტყვიდან. ბერძნულშიც ხარა არის სიხარულს ნიშნავს. ოღონდ არა გაუგებარ სიხარულს, არა რაღაცა უმიზნო თუ უსაფუძვლო სიხარულს, არამედ ღვთისგან მოცემულ ემოციას. ღვთისგან, ნუ ეხლა ბერძნები ესე ამბობენ, რომ კარგამიც ეძახიან ღვთისგან მოცემულ სიხარულს. არის ერთ-ერთი მიმართვა ასეთი, ესე ერთ-ერთი სახელდება კარგი ამინდისა, რომ ეს არის ღვთისგან მოცემული სიხარული და შენც ადამიანი ღვთისგან მოცემულ სიკეთეს, სიხარულს, ბედნიერებას უნდა განიცდიდე.
თუ შენ გაქვს ეს ღვთაებრივი მოქმედება შენში, თუ შენში ეს საიდუმლო ღვთისმსახურება მიმდინარეობს, შენ მაშინ შეგიძლია სხვისითაც გაიხარო, მაგრამ თუ შენში დაბლოკილია ყველანაირი ღვთაებრივი, მაშინ შენ ზოგადად დაბლოკილი ადამიანი ხარ და რაც შენშია იმას ავცელებ. თუ შენში ბოღმაა, ვერაფრით სხვისით ვერ გაიხარებ. თუ შენში სიხარულია, სხვისითაც შეგიძლია გაიხარო. უпростоრედ, სხვა შეიძლება გაახარო მიზეზის გარეშე. აი მაგალითად ქართველებს გვაქვს ეს, რომ და ქრისტიანებს გიხაროდენ. ეს მიმართვა, რომ გიხაროდეს, იმიტომ რომ ღმერთი მოქმედებს და უნდა გიხაროდეს ღმერთი რომ მოქმედებს. ფოთოლი დაინახე, ჩიტის გალობა მოისმინე, ადამიანი დაინახე, ღმერთი მოქმედებს და უნდა გიხაროდეს. და თუ ამ სიხარულს მოიპოვებს ადამიანი, მერე ის თავის ირგვლივ მარტო სიკეთეს, მარტო სიხარულს გაავრცელებს. აი როგორც მაგალითად ვარდი კეთილსურნელებას ავრცელებს, შესახედად მშვენიერია და ეს ყოველთვის დიდი ბედნიერებაა და ადამიანმაც უნდა მიბაძოს თუნდაც ყვავილს და თუნდაც ჩიტს, რომელიც გალობს და ყველას ატკბობს, იმიტომ რომ მასში არის ბედნიერება. ძალიან დიდი მადლობა მამა ლუკა მობრძანებისა და საინტერესო საუბრისთვის დაგემშვიდობებით. მადლობა დიდ. დიდი ღომში მდებარე წმინდა 100.000 მოწამის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ლუკა სუბატაშვილი იყო ჩვენი სტუდიის სტუმარი. ვაგრძელებთ გადაცემას 7 გზის ლოცვის დროა, ერთად მოვისმინოთ ლოცვა და დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში. ამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათაშინა, წმინდა იყავ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავ ნება შენი, ვით არცა ცათაშინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა, მომეც ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი, ვით არცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთან. და ნუ შემიყანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან. რამე თუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა, დაძისა და წმინდისა სულისა, აც და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. მიწყალემე ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უჯულოებაი ჩემი. უფროს განბანემე უჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან გამწმინდე მე. რამე თუ უჯულოებაი ჩემი მეუწყი და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგწოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რათა განმართლე სიტყვათაგან შენთა და ზლოს ჯასა შენსა. რამე თუ ესერა უჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშამე დედამან ჩემა. რამე თუ ესერა ჭეშმარიტება შეიყვარე, უჩინონი და დაფარულნი სიბნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მას ხურომე უსუბითა და განწმინდე მე. განბანომე და უფროს თოვლისაგან სპეტაკნე, მას მინომე გალობაი და სიხარული და იხარებდნენ ძვალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველი უჯულოებაი ჩემნი ახოცე. გული წმინდა დაბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმინდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეცმე სიხარული მაცხოვარებისა შენისა და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. ვასწავლე უჯულოთა გზანი შენი და უღმრთონი შენ და მოიქცენ. მიხსენ მე სიცხთაგან ღმერთო, ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო. იხარებდეს ენა ჩემი სიმართლესა შენსა, უფალო
ბაგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამე თუ უკეთ უმცა გენება, მსხვერპლი შემცა მეწირა, არამედ საკვერთხი არ აგთნდეს. მსხვერპლი ღმრთის არს, სული შემოსრული, გული შემოსრული და დამდაბლებული ღმერთმა არა შეურაცხყოს. კეთილი უყვა უფალო ნებითა შენითა სიონსა და აღეშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი. მაშინ გთნდეს მსხვერპლი სიმართლისა შესაწირავი და ყოვლად დასაწველი. მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზვარაკნი. დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ. ალილუია, 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 დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, 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 დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, 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 დიდება შენ და ღმერთო ჩვენო, დიდება შენ და. ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ უფალი შენთანა. კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა. რამე თუ მაცხოვარი გვიშევ სულთა ჩვენთა. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და განთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და განთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და განთლიანე საქართველო. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში, მოგესალმებით ყველას კიდევ ერთხელ და ვაგრძელებთ გადაცემას. ახლოვდება რეგისტრაციებისა და შიდა გამოცდების პერიოდი თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში და სწორედ ამ თემაზე დღეს ჩვენ ვისაუბრებთ თბილისის სასულიერო აკადემიის შესახებ კონკრეტულად. შემოგვიერთდნენ სტუმრები თბილისის სასულიერო აკადემიის დეკანი, დეკანოზი იოანე კვანჭიანი, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პრორექტორი, სამეცნიერო დარგში თეოლოგიის დოქტორი ბატონი რატი სტურუა და თბილისის სასულიერო აკადემიის კურსდამთავრებული ამირან ხვედელიძე. მოგესალმებით. მამა დაგლოცე, დიდი მადლობა ჩვენთან მობრძანებისთვის. ბატონ რატი, ამირან, მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა ყველას კიდევ ერთხელ. როგორც შესავალში ვთქვით, ახლოვდება შიდა გამოცდების პერიოდი და რეგისტრაციის პერიოდი თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში, საქართველოს პირველ საღვთისმეტყველო უმაღლეს სასწავლებელში და ჩვენ ეს დღეები ვაწვდით ინფორმაციას სხვადასხვა ფაკულტეტის შესახებ, ჩვენს მაყურებელს. მე დასაწყისში ვიტყვი, რომ თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში მოქმედებს შემდეგი ფაკულტეტები, ეს არის სემინარია, აკადემია, საეკლესიო არქიტექტურის, ხუროთმოძღვრების ხაწერისა და დაზგური და მონუმენტური ხაწერის ფაკულტეტი, ქრისტიანული ფსიქოლოგიის ფაკულტეტი და ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტი. ჩვენ უკვე ვისაუბრეთ სემინარიის შესახებ, ვისაუბრეთ ქრისტიანული ფსიქოლოგიის ფაკულტეტის შესახებ და აი დღეს გვინდა ვისაუბროთ თბილისის სასულიერო აკადემიის შესახებ, რომელიც არის თეოლოგიის მიმართულების მაგისტრატურა, მეორე საფეხური და მამაო თქვენგან დავიწყებთ, თქვენ დეკანი ბრძანდებით ამ ფაკულტეტის, თუ შეიძლება რომ გითხრათ, აი რას თავაზობს აკადემია დაინტერესებულთ, რას წარმოადგენს, როგორია მისი ისტორია და როგორია თანამედროვეობა თბილისის სასულიერო აკადემიაში. დიდი მადლობა მოწვევისთვის, ქალბატონო ელისაბედ. მივესალმები ჩვენს მაყურებელს, ჩვენს ძვირფას მაყურებელს და რახან თქვენ მკითხეთ სასულიერო აკადემიის ისტორიაზე, რამოდენიმე სიტყვით შევეცდები, რომ ჩვენს ძვირფას მაყურებელს მოახსენო
და შევახსენო, რომ 1988 წელს ჩვენი უწმინდესი პატრიარქის ილია მეორის მიერ და მისი მოღვაწეობით იქნა დაარსებული თბილისის სასულიერო აკადემია და 37 წელი გავიდა მას მერე. და 37 წლის განმავლობაში იცით როგორ ესე საქმე რო იწყება თავიდან ის ჩამოყალიბებული ვერ იქნება, ის ნელ-ნელა ყალიბდება ეს საქმე და მით უმეტეს ესეთი ძლიერი სასწავლებელი როგორც დღეს არის თბილისის სასულიერო აკადემია, ის ერთ დღეში ვერ შეიქმნებოდა, ერთი ადამიანის მიერ ვერ შეიქმნებოდა, ამას რამოდენიმე ადამიანი და მთელი პროფესორების ჯგუფი და მთელი ის ადამიანები აყალიბებდა, ვინც დღესაც მოღვაწეობს სასულიერო აკადემიაში და მე მინდა აი რაღაცნაირად მადლიერება გამოვხატო რა თქმა უნდა მისი უწმინდესობის მიმართ, მადლიერება მინდა გამოვხატო ყველა რექტორის მიმართ, ვისაც დღემდე უმოღვაწეა თბილისის სასულიერო აკადემიაში და განსაკუთრებული მადლობა მინდა უთხრა იმ ადამიანებს, ვინც 1988 წლიდან დღემდე მოღვაწეობს და ასეთი ადამიანები ყავს და დღესაც მუშაობენ ისინი. ისინი ჩვენს გვასწავლიდნენ, მე ბატონ რატისას და ამიანასაც და ყველა ჩვენი პედაგოგებიც იყვნენ და დღემდე ისინი მუშაობენ და ეცით რა არის ისეთი სასწავლებლის ჩამოყალიბება, როგორც დღეს არის თბილისის სასულიერო აკადემია, შეუძლებელი იქნებოდა თუ არა აი მთელი ამ პროფესორის და მთელი ჩვენი რექტორატის და პრორექტორების აი დაუღალავი შრომის გარეშე ეს შეუძლებელია რომ რაღაც ღირებული შექმნა ადამიანმა და ეს ძალიან დიდ მსხვერპლს იწვევს. როდესაც ღირებულს ქმნი, მას აუცილებლად ძალიან დიდი მსხვერპლის გაღება სჭირდება და სწორედ ეს მსხვერპლი უკვე გაიღეს და ეს პროცესი შეუქცევადია, არავინ ფიქრობს რომ ეს გაჩერებულია, დღესაც პირიქით ყველაფერი კეთება სასულიერო აკადემიაში იმისთვის რომ რაც იყო ის შევინარჩუნოთ, რაც დღემდე მოვიდა ის შევინარჩუნოთ და ამაზე უკეთესი გავხადოთ კიდო თბილისის სასულიერო აკადემია. დიახ, და ვიცით რომ სამსაფეხურიანი არის თეოლოგიის მიმართულებით სწავლება, ბაკალავრიატი, ანუ სემინარია, რომელზეც ჩვენ ვისაუბრეთ, აკადემია, მაგისტრატურა და არსებობს ასევე დოქტორანტურა. მამა, აი დღეს, მამა იოანე, დღევანდელ დღეს აკადემია რითია გამორჩეული და რას წარმოადგენს? რატომ უნდა ჩააბაროს თქვა აქ დაინტერესებულმა პირმა ამის შესახებაც რომ მივაწოდოთ ინფორმაცია ჩვენს მაყურებელს? რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია და მინდა შევახსენო მაყურებელს, რომ აკადემია ეს არის მაგისტრატურა, თეოლოგიის მაგისტრატურა, მაგრამ მაგისტრატურას არ აქვს მარტო ერთი მიმართულება, აქვს რამდენიმე მიმართულება. აი, დაინტერესებულ ადამიანებს შეუძლიათ სხვადასხვა მიმართულებით იმუშაონ. ეს მიმართულებები შემიძლია ჩამოუთვალო, ეს არის ბიბლიისტიკის მიმართულება, ლიტურგიკის მიმართულება, კანონიკური სამართლის, ეკლესიის ისტორიის და პატროლოგიის და დოგმატიკის მიმართულება. ანუ ეს ძირითადად ეს ხუთი მიმართულება იმდენად ძლიერი პროფესიონალების ხელშია, რომ დარწმუნებული იყავით თქვენ იმაში, რომ ადამიანი რომელიც მოვა და მას დასჭირდა მას აქვს სურვილი იმისა, რომ ეს მეცნიერება შეისწავლოს, დარწმუნებული იყავით, რომ ყველა პირობა, რაც კი რამ შეიძლება ჰქონდეს დღეს საქართველოში სტუდენტს, ყველა პირობა ეკნებათ და რაც მთავარია, ყველაფერი ეს არის უფასო და უანგარო. აქ არის მინდა ეს შევახსენო ქალბატონ ელისაბედ, მაპატიეთ იქნებ დროში ვერ ვეტყვით, მაგრამ მაინც მინდა შევახსენო მაყურებელს, რომ არის ყველაფერი უფასო, სწავლა, პანსიონი საცხოვრებელი, სამჯერად იკვება, მოძღვრები, რომლებიც დღედაღამ კომუნიკაციაში არის, სულიერი მოძღვრები, რა თქმა უნდა, შტატიანი მოძღვრები ყავს, ცნობილი მოძღვრები, რომლებიც ყოველდღიურად ასეთ კომუნიკაციაში არიან სტუდენტებთან და ნებისმიერი მათი პრობლემა გათავისებულია მათი მხრიდან. ასე რომ, რატომ უნდა ჩაბოს? რა თქმა უნდა, ეს უკვე ვახსენე, რომ სამჯერად იკვებით და ანუ ადამიანი, რომელსაც უნდა რომ მეცნიერება შეისწავლოს, თეოლოგიური მეცნიერება, მას აბსოლუტურად ყველა პირობა აქვს დღეს სასულიერო აკადემიაში ჩვენი მხრიდან. აბსოლუტურად ყველა. თეოლოგიის მიმართულებაზე მიიღებიან მხოლოდ ვაჟები, ესეც თქვათ, ხო? ქალბატონო ელისაბედ, სამედიცინო მომსახურება. დიახ. ესეც უფასო. აბსოლუტურად ყველა. რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან დიდი ფუფუნება, რასაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია აკეთებს ამ ახალგაზრდებისთვის, სტუდენტებისთვის და თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია, რომელიც არის მემკვიდრე ძველი ქრისტიანული სამეცნიერო კერების, საგანმანათლებლო ცენტრების და ღირსეულად აგრძელებს მათ ტრადიციებს. ბატონ რატი, ძალიან აქტიური საგანმანათლებლო სამეცნიერო საქმიანობა მიმდინარეობს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში. ჩვენ მუდმივად ვაშუქებთ ხოლმე სადიპლომო ნამუშევრების დაცვებს, როგორც ბაკალავრიატის მიმართულებით, ისე სამაგისტრო, ასევე დოქტორანტურის მიმართულებით და გვაქვს ამის შესახებ ბუნებრივია ინფორმაცია, რომ ძალიან მაღალ დონეზე არის ეს ყველაფერი, ძალიან მაღალი დონის ნაშრომებზე არის საუბარი. თქვენ რომ გითხრათ უფრო ვრცლად იმ სამეცნიერო საგანმანათლებლო საქმიანობის შესახებ, რომელიც დღეს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში მიმდინარეობს. მოგესალმებით მაყურებელს, მადლობა მოწვევისთვის. დიახ, რა თქმა უნდა, აღნიშნეთ თქვენ უკვე რომ
აკადემიაში და სემინარიაში არსებობს სამსაფეხუროვანი, ასე თქვა, სწავლების დონეები, ეს არის ბაკალავრი, ანუ სემინარია, მაგისტრატურა, აკადემია, და დოქტორანტურა. სწავლების ბოლოს განხორციელდა ბაკალავრის დონეზე მრავალი ნაშრომის დაცვა. ეს ნაშრომი უნდა აღვნიშნოთ, რომ მისი შიგთავსით ტექნიკური კუთხით აკმაყოფილებს აბსოლუტურად ყველა დონეს. და ასევე იმდენად მაღალ დონეზეა მომზადებული, რომ თავად ბაკალავრის ნაშრომი უტოლდება სამაგისტრო ნაშრომს. და მამა ივანე დამეთანხმება, აი სამაგისტრო ნაშრომები კი იმ დონეზე არის მომზადებული შინაარსობრივად, რომ ფაქტობრივად სადისერტაციო ნაშრომის ტოლფასი არის ეს სამაგისტრო ნაშრომები და აქედან გამომდინარე მოგეხსენებათ, რომ სწავლების დონე და ხარისხი განისაზღვრება სწორედ მოსწავლის მომზადების ხარისხით. და აქ ჩანს ეს ჩვენი, ასე თქვა, შედეგი, რომ ძალიან მაღალ დონეზეა მომზადებული ყველა ნაშრომი აბსოლუტურად სამაგისტრო იქნება ეს თუ თქვა. ძალიან აქტიურად მასპინძლობთ ასევე საერთაშორისო კონფერენციებსაც, თქვათ ადგილობრივ დონეზე, ასევე სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციებსაც. აი ამის შესახებ ამ მიმართულებით მუშაობის შესახებაც რამდენიმე სიტყვა რომ კონფერენციას რაც შეეხება ქალბატონ ელისაბედ, უახლოეს წარსულში მაისში გაიმართა ეხა საერთაშორისო კონფერენცია, მოგეხსენებათ, ესეც უმაღლეს დონეზე ჩატარდა. ამის დასტურია, ერთ ისტორიას მოვყვები, მამა გიორგი რექტორი ჩვენი პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, თავად მიმუშია და მაგალითია ჩვენი, ასე ვთქვათ, ის მრავალ კონფერენციებს ეწრება და მრავალ მოხსენებას წარმოაჩენს და წარმოადგენს და ერთ-ერთი იყო რომში, როდესაც მან ეს კონფერენციას დაესწრო და მოხსენების სახით წარდგა და იქ აღნიშნეს სწორედ ეს მაღალი დონე ჩვენი კონფერენციის, საერთაშორისო კონფერენციის მაისში ჩატარებულის თავად რომში. და ეს დასტურია იმისა, რომ არამედ ჩვენი სუბიექტური შეფასება კი არა, ჩვენი თქვა, არამედ ეს საერთაშორისო დონეზეა გაღიარებული ჩვენი კონფერენციები. დიახ, აი ბატონ ამირანს ვკითხოთ, მე ძალიან საინტერესოა თქვენი აზრი, კურსდამთავრებული ბრძანდებით თბილისის სასულიერო აკადემიის და აი რა მოგცათ ამ სასწავლებელმა, რა გამოცდილება მიიღეთ, რა ცოდნა მიიღეთ, აი თქვა ცხოვრებისეულ გამოცდილებაზეც მინდა გკითხოთ და იმ გარემოზეც რაც არის თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში და ასევე იმ განათლებაზე, რომელიც მოგცათ ამ უმაღლესმა საღვთისმეტყველო სასწავლებელმა. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს ტელემაყურებელს, მადლობა მოწვევისთვის. რაც შეეხება უშუალოდ თქვენს კითხვას, თუ რა მომცა მე ამ სასწავლებელმა, ვიტყვი რომ პირველ რიგში ჩემი როგორც ერთ-ერთი რიგითი ქრისტიანის პიროვნულ ზრდაში ამ სასწავლებელმა უდიდესი როლი შეასრულა. რადგან მე მომეცა საშუალება სწავლის გაგრძელებისა და მომეცა საშუალება იმისა, რომ არ დაკმაყოფილებულიყავი მხოლოდ ბაკალავრის დონით, არამედ შევჭიდებოდი სამეცნიერო მუშაობასაც და საღვთისმეტყველო სფეროში გამეღრმავებინა ჩემი ცოდნა და როგორც მამა ივანემ აღნიშნა, ჩვენთან ჩვენი სასწავლებლის პროფესორ მასწავლებლები დღესდღეობით საქართველოში და ჩვენი სასწავლებელი ზოგადად საქართველოში ერთ-ერთი პირველი არის ამ სფეროში და ეს ყველაფერი ამ ყველაფრისთვის ეს ყველაფერი ამ ყველაფრის საშუალება რომ მომეცა, დიდი მადლობა. რაც შეეხება უშუალოდ კიდევ განათლებას და სადაპირებთ ამ მიღებული ცოდნის და განათლების გამოყენებას, ესეც საინტერესო არის. როგორ აპირებთ, რომ გააგრძელოთ თქვენი საქმიანობა? რა თქმა უნდა, მაქვს სურვილი, რომ ამ სფეროს მივუძღვნა თავი ბოლომდე, ჩემი საღვთისმეტყველო განათლება არ გავფლანგო და უკვე დოქტორანტურაშიც გავაგრძელო ჩემი სწავლა და ჩემს ერთსა და ქვეყანას და ქრისტეს ეკლესიის მსახურებას შევწირო ჩემი ცხოვრება. ამის დიდი სურვილი გამაჩნია, რა თქმა უნდა და რას ურჩევთ მომავალ აბიტურიენტებს, რომლებსაც აქვთ სურვილი, რომ ამ მიმართულებით გააგრძელონ? მომავალ აბიტურიენტებს პირველ რიგში ვურჩევ, რომ დაფიქრდნენ კარგად განსანჯოთ თუ როგორ უნდათ თავიანთი ცხოვრების გატარება და ურჩევი აქ ჩაბარებას, იმიტომ რომ აქ დახვდებათ პირველ რიგში ისეთი ოჯახური თბილი გარემო, რასაც სხვა სასწავლებელში ვერ შეხვდებიან. მამა იოანე, ჩვენი რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, მისი შრომა, დაუღალავი შრომა და მოღვაწეობა ხდება პირადი მაგალითი ჩვენთვის და
იმის მიუხედავად რომ გადატვირთული პირადი გრაფიკი აქვს ყოველთვის ახერხებს ჩვენთვის დროის გამონახვას და არც ერთი სტუდენტი არ რჩება უყურადღებოდ ამის მაგალითი გახლავთ ისიც რომ რამდენიმე დღის წინ ჩვენ გვქონდა შეხვედრა მამა გიორგისთან რექტორთან პროფესორ გიორგი ზიადაძესთან როგორც კურსდამთავრებულებს და მან მოგცა რჩევა-დარიგებები და ამისთვის მინდა დიდი მადლობა გადაუხადო მას ამ ყველაფრისთვის და ზოგადად ამ სასწავლებელს მინდა დიდი მადლობა გადაუხადო, რადგან ამ სასწავლებელმა და სემინარია აკადემიამ არამხოლოდ სწავლა-განათლება მომცა, არამედ ამ სწავლა-განათლებისთვის მომცა ყველანაირი პირობა. მე იქნება ეს დაწყებული საცხოვრებლიდან, რომელიც სამჯერადი კვებით არის აღჭურვილი, სამედიცინო დახმარებით არის აღჭურვილი, როგორც უკვე ვახსენეთ, ასევე სტუდენტს მხოლოდ საზრუნავი რჩება მისთვის, რომ ისწავლოს და სწავლაზე კონდეს მხოლოდ ორიენტაცია გაკეთებული. დიახ, და კიდევ ერთხელ ხაზგასმით გვინდა რომ აღვნიშნოთ, რომ ყველა ფაკულტეტზე, ყველა მიმართულებაზე თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში სწავლა არის უფასო. ეს სასწავლებელი ასევე უმაღლესი საფრთხისმეტყველო სასწავლებელი ჩართული არის Erasmus+ საერთაშორისო გაცვლით პროგრამაში და ბატონო რატი ამასთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ, რას ნიშნავს ეს, თქვათ, რას აძლევს როგორც აკადემია, სემინარიის სტუდენტებს, ასევე პროფესორ მასწავლებლებს. Erasmus-ის პროგრამა ხელშეკრულება გააფორმდა პირველ რიგში 2022 წელს პოლონეთის თეოლოგიურ სასწავლებელთან, 23-ში უკვე გავაფორმეთ რუმინეთის სასწავლებელთან თეოლოგიურთან. უახლოეს წარსულში ჩამოგბრძანდა ჩვენთან მამა ბოგდანი რუმინეთიდან, თქვენთანაც იყო მოწვეულია. თუმასპინძლეთ მას ძალიან საინტერესო სემინარები და მოხსენებები ჰქონდა მას ჩვენთან აკადემიაში. ერთ-ერთი იყო წმინდა მაქსიმე აღმსარებლის ტექსტოლოგიური კვლევა და ჩვენთვის ასე ვთქვათ სიახლე იყო ეს. მას გაუზიარეთ ჩვენი შეხედულებები, გარკვეული, მან თავისი გაგვიზიარა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია სამეცნიერო კუთხით ასეთი გასტუდენტ პროგრამები და ასევე მინდა აღვნიშნო სტუდენტებს საშუალება ეძლევათ არა მარტო Erasmus-ის პროგრამით, არამედ მის გარეშეც სხვადასხვა სასწავლებლებში წასვლის საშუალება აქვთ. მაგალითად, საბერძნეთში, ახლა მიდიან ათენში ჩვენი სტუდენტები, ასევე შვედეთში, რუმინეთში მათ აქვთ სწავლების საშუალება გააგრძელონ. ასევე მინდა აღვნიშნო, დავამატებ, რომ ჩვენთან არის ასე ვთქვათ კურსებია ენის, შემსწავლელი უცხო ენის, დიახ. ეს არის იტალიური, ეხლა შეიქმნა, სირიულია, ვთქვათ, როგორ ასეთი პუტარიანა ბჭყალებში, მეცნიერული ენა, დიახ. ასევე გერმანული და ახალი ბერძნულში, დიახ. და ფაქტიურად სტუდენტს ეძლევა საშუალება გადამზადების საშუალება ეძლევა და პირდაპირ შეუძლია მას რომ მომავალში გააგრძელოს თქვათ ათენის უნივერსიტეტის სწავლება ან თუნდაც შვედეთში ან თუნდაც რუმინეთში თავისუფლად შეუძლიათ განაგრძონ სწავლება ამ მიმართულებით. მამა იონე კადრები რომელსაც ამზადებს თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია. აგრძელებენ თავიანთ საქმიანობას თქვათ მხოლოდ როგორც სასულიერო პირები არის ხოლმე შეკითხვა და ამიტომ მინდა რომ დავსვა თუ თქვათ სამეცნიერო სფეროშიც როგორც თეოლოგები ანუ ჩვენ ვიცით რომ სემინარია აკადემია არის სასულიერო პირების ის ადგილი, სადაც მომავალ სასულიერო პირებს ამზადებენ, მაგრამ ამის გარდა, თქვათ, რა მიმართულებით შეიძლება ყველას არ ქონდეს სურვილი, რომ შემდგომ გახდეს სასულიერო პირი და რა მიმართულებით შეიძლება რომ დასაქმდეს ესეთი ადამიანი, რომელიც აკადემიას ან სემინარიას დაამთავრებს, ანუ თეოლოგიის მიმართულების, თქვათ, შესაბამისად ბაკალავრიატს ან მაგისტრატურას. სასუფეველს აღთვისას აეძიებდეთ და ყოველივე ესე შეგეძინოთ თქვენ. ბრძანებს უფალი, ხო? პირველ რიგში ჩვენ ვასწავლით სასუფეველის ძიებას. როგორ უნდა დავამეგობრდეს ღმერთს. შემდეგ შორს აღარ წავალ, აგერ ყავს ცოცხალი მაგალითი. ბატონი რატი არ არის სასულიერო პირი, მაგრამ მან ის ჩემი სტუდენტი იყო. მე უკვე დეკანი ვიყავი, როცა ბატონი რატი სწავლობდა, საუკეთესო სტუდენტი იყო. დამთავრებისთანავე ჩააბარა დოქტორანტურაში, დაასრულა შესაბამისად ძალიან ბრწყინვალედ დაიცვა სადოქტორო ნაშრომი და დღეს ის პრორექტორია. ანუ არ არის აუცილებელი იყოს სასულიერო პირი, შეიძლება საგანმანათლებლო სისტემაში სადაც კიდე იქ იმუშავებს სასულიერო აკადემია დამთავრებული და აი ჩვენს სტუდენტს რო უყურებთ ბატონ ამირას მე დარწმუნებული ვარ ამირარისნაირი ბიჭები ძალიან ბევრი ყავს ჩვენ იქ გამოზრდილი და მთავარი რაც არის რომ ჩვენ ისინი სადაც არ უნდა გაუშვათ თბილისში დარჩებიან თუ რეგიონებში წავიდნენ დარწმუნებული იყავით რომ ყველგან სინათლეს შეიტანენ ისინი ყველგან სვინდის ნამუს
განათლებას, სიყვარულს და სიმშვიდეს შეიტანენ დარწმუნებული იყავით ამაში და ეს არის ჩვენი სასწავლებლების პლუსი და ეს არის ჩვენი სასწავლებლები ამაში დომინირებს და არა მარტო საქართველოში, ყველგან სადაც სასულიერო სასწავლებელია ზოგადად ეს იცით ადამიანი არ არის მარტო ბიოლოგიური არსება, ადამიანი სულიერი არსებაა, ის არ იყო, მაგრამ რო იშვა მარადიულობისთვის და მარადიულობისთვის რო იშვა ის არ არის მარტო ბიოლოგიური არსება, ის ყდება გარდაიცვლება, გარდაცვალების მერე რა იქნება? საწევა ის უხრწნელი და უკდავისული, აი ამას ვასწავლით. ანუ მარადიულობას, ღმერთთან ყოფნას ვასწავლით ადამიანებს და ამისთვის არ არის აუცილებელი ადამიანი იყოს სასულიერო პირი. სასულიერო პირი ქადაგებს ამბიონიდან, საერო ადამიანები კიდევ ვერში ასწავლიან ბავშვობიდანვე ადამიანებს თუ როგორ უნდა იცხოვრონ მათ სვინდისით, ნამუსით და როგორ უნდა იცხოვრონ იმისთვის, რომ ღმერთთან იყონ და სამშობლოსთვის და ოჯახისთვის იზრუნდნენ. დიახ, ჩარიცხვის წესზე აუცილებლად უნდა გკითხოთ, იმიტომ რომ ამასთან დაკავშირებითაც არის ხოლმე შეკითხვები, როგორ მიიღებიან აკადემიაში სტუდენტები. უკვე სტუდენტები, იმიტომ რომ თქვათ მეორე საფეხური არის და აბიტურიენტებს ვეღარ ვიტყვით. დიახ. არა მარტო ჩვენი სასულიერო სემინარიის დამთავრებულები და ჩვენი ბაკალავრიატის დამთავრებულები, არამედ ნებისმიერი აკრედიტებული სასწავლებლიდან წამოღებული დიპლომით ვიღებთ ჩვენ მეორე საფეხურზე. შიდა გამოცდების შედეგად აკადემიაში არ არის საჭირო ეროვნულ გამოცდებზე გასვლა. პირდაპირ მოდიან ისინი, აუცილებელია უბრალოდ მოძღვრის რეკომენდაცია, ეს აუცილებელი ატრიბუტია და დანარჩენი უკვე ჩვენ იქ შიდა გამოცდებს ვატარებთ და ასე ვიღებთ მაგისტრატურაში. და ეს ინფორმაცია გამოქვეყნდება თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ოფიციალურ ვებგვერდზე, რომელიც 4-ხენოვანი არის და ძალიან აქტიურად მუშაობს, ასევე რა თქმა უნდა Facebook გვერდზე. თქვენ პედაგოგებზეც ისაუბრეთ და ვთქვით, რომ მაღალი დონის პროფესიონალები ასწავლიან და თავის დარგში ძალიან ცნობილი მოღვაწეები. თავად რექტორი პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე უკითხავს აკადემიის სტუდენტებს ლექციებს, ასევე ბატონი ედი შერჭერიძე, რომელიც არის გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორი და სხვა ასევე ძალიან ბევრი ცნობილი პედაგოგი. ძალიან დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ ჩვენთან მობრძანებისთვის, საინტერესო საუბრისთვის, გისურვებთ წარმატება და შევახსენოთ მაყურებელს თბილისის სასულიერო აკადემიის დეკანოზი იოანე კვანჭიანი, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პრორექტორი, სამეცნიერო დარგში თეოლოგიის დოქტორი რატი სტურუა და თბილისის სასულიერო აკადემიის კურსდამთავრებული ბატონი ამირან ხვედელიძე საუბრობდნენ სტუდიაში. ვიდეო რგოლის შემდეგ დაბრუნდებით კვლავ სტუდიაში სტუმრებთან ერთად.
დავრუნდით ეთერში სტუმრებთან ერთად ვისაუბრებთ ლეგენდარული კომპოზიტორისა და დირიჟორის ჯანსუღ კახიძის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი რეგიონული კონცერტების შესახებ. პროექტის ფარგლებში რამდენიმე საღამო უკვე ჩატარდა და ასევე დაგეგმილია კონცერტები. პროექტის ორგანიზატორია კვარტეტი რანინა. თემაზე სასაუბროდ შემოგვიერთდნენ სოსო კოპალეიშვილი კვარტეტ რანინას წევრი და მომღერალი ნიკა სებისკვერაძე, რომელიც სპეციალური მოწვევით მონაწილეობს პროექტში. დილამშვიდობისა. მადლობა ჩვენთან მობრძანებისთვის. დიდი მადლობა რომ გამონახეთ დრო და ხართ ჩვენი სტუდიის სტუმრები. სოსო, პირველ რიგში მინდა გკითხო იდეის შესახებ, როგორ გაჩნდა იდეა ამ პროექტის, როგორ ჩატარდა უკვე გამართული კონცერტები, როგორ ჩაიარა ამ კონცერტებმა, სამომავლო გეგმებზეც აუცილებლად ვისაუბრებთ და დაგეგმილ კონცერტებზე. დილამშვიდობისა კიდევ ერთხელ მოგესალმებით. მადლობა ამ შესაძლებლობისათვის, რომ უფრო ფართოდ ვილაპარაკოთ ჩვენი მსმენელისა და მაყურებლისთვის. მოგეხსენებათ ახლა ახსენეთ უკვე ლეგენდარული ჯანსუღ კახიძე, რომელსაც 90 წელი შეუსრულდებოდა წელს. და მისი უკვდავი მუსიკალური შემოქმედება ყველასათვის სასურველია და ყველა ასრულებს ფაქტობრივად. და ყველას ხურში გვაქვს. ყველას ხურში გვაქვს და ფაქტობრივად გავიზარდეთ ჩვენ მის მუსიკალურ შემოქმედებაზე. ეს მუსიკალური შემოქმედება ბუნებრივია ესე მხოლოდ თაროზე შემოდებული არ არის, ყველა ვასრულებთ და როგორ ვასრულებთ ეს ცალკე თემა არის შესაბამისად. აქედან გამომდინარე ჩვენ ასე რომ ვთქვათ, დავუახლოვდით, დაახლოებით 2 წლის წინ დავუახლოვდით მის არაჩვეულებრივ მემკვიდრეს ბატონ ვახტანგ კახიძეს, რომელსაც გავანდეთ სურვილი, რომ მქონდა სურვილი პირველ რიგში მისი მუსიკალური შემოქმედების სწორად მღერის და სწორად შესრულებისა. მადლობა მას, რომ ის თავდაპირველად ჩაერთო ამ ასე რომ ვთქვათ, ჩვენს ამ სურვილში და შესაბამისად რამდენიმე შეხვედრა მოგვიწია, რომ მუსიკალურად მათ შორის ინსტრუმენტალის თანხლებით, მუსიკალური ჰარმონიის, ან სასიმღერო ასე რომ ვთქვათ, დეტალები, მთლიანად დეტალები შევათანხმეთ მასთან, როგორ სრულდებოდა და როგორც ჩაფიქრებული ქონდა კომპოზიტორს, რომ შესრულებული იყო ეს სიმღერები, იგივენაირად ვეცადეთ, რომ შეგვესრულებინა ჩვენ ეს სიმღერები კონცერტებზე. პირველი მინდა ვთქვა, რომ მოგვეცა შესაძლებლობა ასევე ბატონი ვახტანგის სურვილით, რომ მიგვიღო მონაწილეობა ჯანსუღ კახიძის 90 წლის იუბილეისადმი მიძღვნილ კონცერტზე, მისივე სახელობის მუსიკალურ ცენტრში 24-25 მაისს გაიმართა ეს ღონისძიება, ჩვენ 3 სიმღერა შევასრულეთ და მადლობა ამ შესაძლებლობისთვის მას. ხოლო შემდეგ უკვე ის პროექტი, რომელიც აქვე მინდა ავახსენო საქართველოს კულტურის სამინისტრო, რომლის გარეშეც, მის მხარდაჭერის გარეშე ალბათ გაგვიჭირდებოდა ამის ჩატარება. ხალბატონი მინისტრი, ხალბატონი თათასვანიძე და მუნიციპალიტეტები, რომელ მუნიციპალიტეტებთანაც ჩავედით და ჩავატარეთ ეს კონცერტები. ეს მუნიციპალიტეტებია ზუგდიდი, ოზურგეთი და სამტრედია და როგორ ჩაიარა კონცერტებმა ამ შესანიშნავ ქალაქებში, რომ გითხრათ, ნეკა, როგორ მიიღო მაყურებელმა, დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი არაჩვეულებრივად ჩატარდა, მაგრამ აი თქვენი შთაბეჭდილება და თქვენი ემოციები რომ გაგვიზიაროთ. მეც მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებელს, დიდი მადლობა მოწვევისათვის და მეც მადლობით დავიწყებ, მადლობა რანინას, ბატონ ვახტანგ კახიძეს იმისათვის, რომ ამ პროექტის ნაწილი გავხდი. ეს ჩემთვის არის ძალიან დიდი სიხარული, დიდი პასუხისმგებლობა და ზოგადად ჯანსუღ კახიძის მუსიკაში რაღაცნაირად ქალის ვოკალური ხაზის როლი არის ძალიან სენსიტიური, ძალიან ძვირფასი და ძალიან ამაყივარ და ბედნიერი, რომ მქონდა შესაძლებლობა სამ ქალაქში ეს საოცარი მუსიკა, რომელმაც ძალიან ბევრ დროს გაუძლო შემესრულებინა. დიახ, აი თქვენ შესრულებასაც მონატრებულია, ხო? რეგიონის მაყურებელი. მე ხშირად სტუმრობ, ცდილობ ყოველ შემთხვევაში სხვადასხვა პროექტების ფარგლებში ვესტუმრო რეგიონებს და გამუდმებით ვამბობ, რომ იქ განსაკუთრებული სიყვარულით, მოლოდინით ხვდებიან ყოველთვის და ის ენერგეტიკა შეუდარებელია, რასაც სხვადასხვა ქალაქებიდან ჩამოვიტანთ ხოლმე. ამ შემთხვევაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი თუ რაოდენ დიდია ჯანსუღ კახიძის სახელი, სიყვარული, მისი მუსიკისადმი ტრფობა, რამე თუ მთელი დარბაზი ჩვენთან ერთად, რანინასთან ერთად მღეროდა. მე მინდა მივულოცო რანინას მაყურებლის წინაშეც არაჩვეულებრივი შესრულება. ჩვენც გილოცავთ. შესანიშნავ ბენდთან ერთად, ეს იყო ძალიან დიდი მუხტი. სცენიდან თან ძალიან საინტერესო იყო საკონცერტო პროგრამები დალაგებული. მოიცავდა ჯანსუღ კახიძის ადრეულ მუსიკას, ფოლკლორული ნიმუშების დამუშავებული ვერსიებით დაწყებული, ბოლო ნამუშევრებით და
ფაქტიურად ეს პალიტრა საოცარი სიმღერების ვრცლად იყო შეთავაზებული, რითაც მაყურებელმა ძალიან ისიამოვნა და კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა ყველას, ვინც ამ სამ ქალაქში დაგვესწრო და ახლა ვემზადებით ბაღდათისთვის, რომელიც არის მშობლიური ქალაქი, ხო, ბატონი ჯანსუღი. 18 ივლისს ვესტუმრებით ბაღდათს, იქ კიდევ უფრო დიდ ემოციას ველით და ჩვენ ზოგადად მე პირადად ისე დავიმუხტე ამ პროექტში მონაწილეობით და იმდენად ძვირფასი გახდა ჩემთვის, რომ ძალიან ჯერა რომ საქართველოს სხვა რეგიონებსაც ვესტუმრებით წლის ბოლომდე და ეს პროექტი კიდევ ბევრ ადამიანს გაახარებს. ბატონი ვახტანგ კახიძე ბუნებრივია ჩართულია ხო ამ პროექტში, რომელიც არის მემკვიდრე და ცოცხალი მემატიანე მუსიკალური ისტორიისა, რომელიც ახლა დღეს უკვდავია უკვე და კლასიკად იქცა და აქედან გამომდინარე სწორად მღერაზე გაამახვილეთ თქვენ ყურადღება და აი ამ კუთხითაც მინდოდა დამესვა შეკითხვა, რომ აი რას გულისხმობთ თქვენ სწორად მღერაში, ანუ ხშირია ხოლმე ინტერპრეტაცია და რაც შეიძლება თვითონ კომპოზიტორს არ მოსწონებოდა. ძალიან ხშირია ჩვენ მუსიკოსებმა, ვინც ამ სფეროში მოღვაწეობთ, ყველამ კარგად ვიცით, რომ ჯანსუღ კახიძის მუსიკა და ის ასევე ბატონი ვახტანგის მუსიკა ყოველთვის სწორედ უნდა სრულდებოდეს და ეს არის კომპოზიტორის მოთხოვნა და რა თქმა უნდა ამ მოთხოვნას ყოველთვის ვცდილობთ რომ პატივი ვცეთ. ამ შემთხვევაში თავად იყო ჩართული რეპეტიციებზე მოსვლით, მოსმენით, მცირედი შენიშვნებით, თვითონაც გარკვეული მცირედი ინტერპრეტირების უფლება მოგვცა თავისი ვერნებართვით და ესეც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ იცის როგორ ხელშია ეს მუსიკა ამ პროექტის ფარგლებში. და როგორ ემზადებით ბაღდათისთვის საინტერესო არის, თქვათ იქ პროგრამა, რომელზეც თქვენ ისაუბრეთ, ანუ ანალოგიური სახით წარსდგებით ისევ მაყურებლის წინაშე, თუ თქვათ რაღაცა სიახლეებიც იქნება თითოეული კონცერტისთვის და მათ შორის ბაღდათისთვის. არა, ამ შემთხვევაში სიახლეები არ იქნება, იგივე სახით იქნება. იგივე სახით იქნება, თუმცა ალბათ დავაკვირდებით უკვე გამომულ პერიოდს რა როგორ და შეიძლება რაღაცა პატარა ცვლილებები შევიტანოთ. რა თქმა უნდა, მაგრამ ახლა ნახეთ ბაღდათთან დაკავშირებით პირველი ჩვენი საკონცერტო აი ეს დასავლეთ საქართველოსი მინდა ხაზი გაუსვა ამას რომ დასავლეთ საქართველოსი იყო აღმოსავლეთ არაფერს არ ვერჩით პირიქით აწი ვიფიქრებთ ამაზე და ვიმუშავებთ რაც შეეხება ბაღდათს ჩვენი კონცერტები უნდა დაწყებულიყო ბაღდათით. იქ სამწუხაროდ ტრაგედია მოხდა და მოგვიწია მის გადადება და მაშინაც და ეხა უფრო მეტად რაღაცნაირი განსაკუთრებული მოლოდინია, იმიტომ რომ მისი მშობლიური მხარე სხვანაირად იღებს. დიახ, სხვანაირად იღებს და უფრო სხვა ემოციები იქნება, მე დარწმუნებული ვარ, ძალიან დიდი მოლოდინია, ძალიან დიდი სამზადისია. და რა ვიცი რაზეც ახლა ნეკა საუბრობდა იმ ანშლაგს და უფრო მეტსაც ველოდებით ბაღდათში. აღმოსავლეთამდეც დარჩა იქ აღმოსავლეთისთვის ერთს გეტყვით. ჩემი მშობლიური ქუთა ის რომელშიც ველოდებით. ფათაშორის აი სწორედ ეს მინდოდა მეთქვა რომ ჯანსუღ კახიძის მუსიკალურ ცენტრში ბატონი ვახტანგის ინიციატივით მომზადდა ორი არაჩვეულებრივი კონცერტი, რომელშიც რანინამაც მიიღო მონაწილეობა თბილისის სიმფონიური ორკესტრი, ანსამბლი რუსთავი მონაწილეობდნენ. ეს კონცერტი უკვე ჩატარდა ქუთაისში დიდი წარმატებით. და ეხლა 5 ივლისს თელავის დრამატულ თეატრში იქნება აღნიშნული კონცერტი შეთავაზებული, ასე რომ თელავის მსმენელსაც დიდი სიამოვნება ელის ორკესტრით და შესანიშნავი ანსამბლი რუსთავით 5 ივლისს. წლის განმავლობაშიც გაგრძელდება ალბათ ეს კონცერტები და მე როგორც ვიცი, ის კონცერტი, რომელიც ჩატარდა ჯანსუღ კახიძის მუსიკალურ ცენტრში, განმეორდება შემოდგომით, ხო? სურვილი არის, დიდი მოთხოვნა არის და ჯერ დაგეგმილი თარიღები ნამდვილად არ არის, მაგრამ ალბათ იდეა არის, ხო, რომ ვთქვათ, ძალიან დიდი სიამოვნებით ალბათ ბევრმა მსმენელმა მაყურებელმა ვერ შეძლო ვთქვათ ამ ორი დღის განმავლობაში დასწრება და სრული ანშლაგი იყო ორივე კონცერტზე და რაც შეგეხება ჩვენ რეგიონებს მოგეხსენებათ ადვილი არ არის ეს მხოლოდ საკუთარი სურვილით და ძალებით გაუმკლავდა ორგანიზებას რეგიონებში კონცერტებისას თუ კი შემოთავაზებები იქნება დიდი სიხარულით ვესტუმრებით ნებისმიერ რეგიონს და ნებისმიერ კუთხეს. აი ბოლოს მაყურებელზეც მინდა გკითხოთ ჩვენი საუბრის ბოლოს დაახლოებით უკვე ისაუბრეთ მაყურებელთან დაკავშირებით, თუმცა მაინც დეტალურად აი ისე ჩვენ მაყურებელს რომ მოვახსენოთ როგორია მათთან დამოკიდებულება შეხვედრა როგორ გამოხატავენ ისინი ამ სიყვარულს, სიხარულს კონცერტიდან გამოწვეულს და თუ გქონდათ მათთან გასაუბრების შესაძლებლობა კონცერტების შემდეგ. რა თქმა უნდა. სამივე ქალაქში კონცერტის დასრულების შემდეგ ნახევარი დარბაზი სცენაზე იყო ამოსული და გვილოცავდა და ნეკა მახსენას ზუგდიდის შემთხვევას გავიხსენებ, რომ ქრონომეტრაჟით რამდენიც ვიმღერეთ, იმდენი იყო ტაში დარბაზში. ეს უკვე პასუხობდა მაყურებლის დამოკიდებულებას. პირველ რიგში ჯანსუღ კახიძის მუსიკალური შემოქმედების მიმართ და მე ჩვენი შესრულების მიმართ ბუნებრივია, იმიტომ რომ თქვენ კარგად ახსენეთ, კლასიკად ქცეული სიმღერებია.
რამდენიმე სიმღერის გარდა, რომელიც ნაკლებად ცნობილი სიმღერა იყო ჩვენ იქ შევასრულეთ, თითქმის ყველა სიმღერაზე ყვებოდა დარბაზი, წეროდა ჩვენთან ერთად. ტექსტების სიმღერების. და ესეთი ძალიან ცნობილი სიმღერები არის, ხო? თქვი რომ ყურში გვაქვს თქო და ძალიან ახლობელი. თითქოს აი ამ სიმღერებთან ერთად ჩვენ გავიზარდეთ. თუ არის რომელიმე ესეთი სიმღერა, თუ აი ამ მუშაობის პროცესში ხომ არ აღმოგიჩენიათ, რომელიც აი ფართო საზოგადოებისთვის იყო უცნობი და თქვა ახლა უფრო მეტად გაცნობი ასეთი სიმღერები ჩვენ კი არა ბატონო ვახტანგ. სწორედ იმ კონცერტებზე, რომელიც კახეთის ცენტრში ჩატარდა და მართლა საოცარი ნიმუშებია, არაჩვეულებრივად გაორკესტრა და აი თუ კიდევ გამეორდება დედაქალაქში ეს საღამო მოისმენთ აუცილებლად. აქვე მინდა დავამატო, სწორედ იმ კონკრეტულ სიმღერაზე, რომლის გამოც ერთ-ერთი მთავარი სიმღერა იყო, ჩვენ შემოგთავაზა მიგვიღო მონაწილეობა ჯერ მუსიკალურ ცენტრში 24-25 მაისს, ეს არის 60-იან წლებში პირველად აღჟღერებული სიმღერა კრიმანჭული, რომელიც ქართული ხალხური გურული სიმღერისა და ჯაზის ელემენტებით, ასე რომ ვთქვათ, გაჯერებული და ამ სიმღერამ განსაკუთრებით დიდი, ასე რომ ვთქვათ, პოპულარობა ჰპოვა, როგორც მუსიკალურ ცენტრში, ასევე რეგიონების კონცერტებში. ძალიან დიდი მადლობა. ხო, ნეკა რაღაცის თქმას სამბირო. და მე თქვა ის რომ როდესაც მაყურებელი ახალს ჟღერადობას, ახალ სიმღერას ისმენს, ცოტა ძნელად იღებს ხოლმე და ეს ის შემთხვევა იყო, რომ გვეგონა რომ უკვე კარგად ნაცნობ ნაწარმოებს და სიმღერას ისმენდა მაყურებელი, ასე რომ დიდი მადლობა თქვენ. დიდი მადლობა. წარმატებას გისურვებთ 18 ივლისს უკვე ბაღდადში, ხო? წარმატებებს გისურვებთ ნეკა, ასე ვთქვათ, რანინას და ზოგადად პროექტს. დიდი მადლობა მოგზაურობისთვის. სოსო კოპალეიშვილი კვარტეტ რანინას წევრი და მომღერალი ნეკა სებისკვერაძე იყვნენ ჩვენი დღევანდელი გადაცემის ბოლოს სტუმრები. დიდი მადლობა რომ ვიყურეთ. გეგი ნემსიწვერიძე და მე ელისაბედ აბულაძე უწყობოდით დღევანდელ გადაცემას ნახვამდის ბედნიერად. მშვიდობიან და ბედნიერ დღეს გისურვებთ დროებით.